პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ ცოტა რთულია ხომ მეორე ამ ნაბიჯის გადადგმა. დიდხანს ფიქრობდით, შეგექმნა თუ არა ოჯახი, თუ მალევე მოვიდა სიყვარული? აი დიდხანს ფიქრობდი და მე მალე გადავდგი ნაბიჯი. ანუ როგორ გითხრა, 16 წელი უყვარდი მეორე ჩემ მეუღლეს, დათოს. ცოცხალი აღარ არის აცხონოს ღმერთმა. 16 წელი უყვარდი, ამ 16 წლის განმავლობაში ორჯერ მთხოვა ხელი და ორჯერ უარი უთხარი და მე იყო შავნაბადაზე მორჩილა წასული. და აპირებდა ბერობას და თქვენს გამოთქვა უარი. მორჩილებაში იყო წასული და იქ გაზეთები და ჟურნალები ხო ადიოდა თურმე მონასტერში და იქ ჟურნალში დაიბეჭდა რომ კვალიაშვილი გაშორდა პირველ მეუღლეს რაღაც აქეთიკი და ფეხი ჩამოვიდა იგიდან და გაუმეცხადა. მაგრამ იცი როგორი მომენტი იყო, რომ დათო იყო განათლებულესი ადამიანი, ისტორიკოსი იყო სპეციალობით, თან ეკონომისტი, ხო და მის გვერდზე, ხო, 2 წელიწადნახევარი დავყავი და მის გვერდზე აი ფაქტიურად სერიოზული სორბონას უნივერსიტეტი დავამთავრე. ნუ რა. ბევრი მიიღეთ. აი ძალიან დიდი განათლება მივიღე რა მის გვერდზე, ვისწავლე პროექტების წერა, ვისწავლე ძალიან ბევრი რაღაცა, ვისწავლე ისტორიული ისეთი ფაქტები, რაც ბევრი არ ვიცოდი. და გაშორების მიზეზი რა გახდა? არ მიყვარდა. არ გიყვარდა? არ მიყვარდა, ვერ შევიყვარდი, არ შემეძლო. თვითონ არ უნდა და რა თქმა უნდა და უთხარი რომ მოდი მეთქი ესე გავაკეთოთ მეთქი რა ცოტა ხანი იქნება თავი მომანატრო მეთქი სულ გიყურებ 24 საათი და ცოტა ხანი წადი შენ შესახში მე ჩემ სახში ვიქნები მეთქი და ერთი კვირა დაყავი მეთქის და ერთი კვირის მერე რომ დამირეკა უთხარი არ მომნატრები ხარ მეთქი და შემზაკვარო მითხრა და დავსაორთა ჩვენი ურთიერთობა. ანუ გზა იპოვეთ იმის რომ კეთილად დაშორებულიყავთ. აბა რატომ მეჩხუბა. მესამე ქორწინება. ესეც სპონტანურად გადადგეთ ეს მესამე ქორწინება ესე სპონტანური იყო. ჩვენ ერთ დღეს ერთ-ერთ რესტორანში მივედით. ამ დროს მოვიდა ბესო. მოვიდა რაღაც გოგოსთან ერთად რა ჩაოლებრად. ბაკოს მამა გამარჯობა გენთალი რაღაც გავიცანით და ეკიცის და აქეთ მევზივარ და უცბად ეს ბიჭი ტრიალდება და მეუბნება ესეთ ფრაზას 100 წელი რო გავიდე შენ მაინც ჩემი ცოლი გახდები და ესე რომ შევხედე და მე მელაპარაკებოდ ესე უგან გავიხედე მეთქი ალბათ ვინმესე უნება მეთქი აღარ ვერ მივხვდი რომ მე მეუნები მეთქი და არ ვიცნობდი გაგე პირველად ვნახე და ხო შენ გეუნები შენ მიზან მიმართული ადამიანი იყო იმიტომ რომ სიტყვა შეასრულა და ერთვენი ერთ დღეს მივდივართ დათო უზნაძის დაბადების დღე იყო თუ რაღაც მეზობლები იყვნენ დათო და ბესო და რაღაც რომელიღაც რესტორანში გამომიარეს და უკვე როგორი მომენტია იცის მეპრანჭება მეც ცოტა რაღაცა ისეთი მომენტი მაქვს რა მომწონს და რო ავედი სცენაზე რაღაცა მთხოვეს ადიო სცენაზე და მიუძღვენი ამ იუბილარს რაღაცა სიმღერა და უცბად ბესო ამოდის სცენაზე ხელი გადამხვია მიკროფონი გავამართვა და მომილოცეთ ხალხო ცოლი მომყავსო და აგერ მოყავს ეგა კვალიაშვილი და რო გავხედე ყველას მობილური ეჭირა ხელში მიიღებდნენ და რეკავდნენ უკვე და აი ესე უცბად გადაწყდა მოგერიდათ უარის თქმა ხო უკვე ჩემ მესამე გათხოვებაც გადაწყვეტილი იყო დიდხანს არც არ გაგზავნა. იცი რა რაღაც ნახევარ წლებს ვაკლებდი ყველას და 3 წელი ერთთან, 2 წელიწადნახევარი მეორესთან, 2 წელი მესამესთან და მორჩა. ერთ ინტერვიუში თქვით, სამი ქმარი მყავდა, მაგრამ ჩემი მეორე ნახევარი არც ერთი არ ყოფილა. ხო, სამწუხაროდ არც ერთი არ იყო ჩემი მეორე ნახევარი. თავი ვერ შემაყვარეს ბოლომდე. ნამდვილი სიყვარული რომელი იყო ამ სამი? პირველი ქორწინება? ნამდვილ სიყვარულს მე აღარ ვიცი უკვე რას ქვია ნამდვილი სიყვარული. აი როცა სიგიჟეებს ჩადიოდით სიყვარულისთვის. აი ეს მქონდა ესეთი მომენტები მქონდა მე და თემურის. პირველ ქორწინებაში ვისთანაც ნუკას მამას და მეორე და მესამე ძალიან ველოდი და ძალიან მინდოდა რომ შემყარებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. კარგი ცოლი იყავით? მე კი